იცით რა მსგავსება ხინკალსა და მონაკოს გრან-პრის შორის? კარგი სპოვნა ორივეგან რთულია. მე ერთგან მიაგნებ და გამახსოვდება. შემდეგ წამოსვლაზე მეგობარს წამოიყვან და გაფუჭებული დაგხვდება. და თან თუ ღმერთი გაგიწყრა და ვინმეს რამე რჩევა მიეცი შესვლასთან დაკავშირებით. შეიძლება შემდეგ მოსვლაზე ან შეგაგატარონ ხორცის მანქანაში, ან საერთოდ გზაში ჩაგაშენონ. არა, გზას ვერ აგებენ ეგენი, მაგის შიში არ გქონდეთ. ფორმულა 1 ისტორიულად დამოკიდებულია განვითარებაზე, სიჩქარეზე და ეგეთ რაღაცეებზე. სპორტი, სადაც გუნდი თვალის დახამხამებაში, თვალის დახამხამების დროის ამოსაღებად მილიონობით დოლარს ისე ისვრის, როგორც ბატონი კუზანოვი მაშხალას ახალი წლის ღამეს. სწორი გავუშვი. გვირდებით, რომ ვიდეოს განმავლობაში უკეთესი ფეიერვერკის რეფერენსის გექნებათ. ბუნებრივი მდგომარეობაა, როდესაც ერთი რაღაცის ევოლუცია მის გარშემო სიტუაციას ცვლის. ბოლო-ბოლო უსუნო ვარდი გახდა სურნელოვანი, მაგრამ სპორტის ამივენს რა უშველოთ, მე გაგნებაში არ ვარ. ან არ ვარ და დებილობებს გეტყვით მთლიანი ვიდეოს განმავლობაში. ვინ იცის? დაჯექით და უყურეთ. მოდი თავიდანვე გავიაროთ ის სტანდარტულად გაწერილი ფრაზა, რომ მონაკოს გრან-პრის პილოტს მასივაში შენახვას გავს და ეგეთები. უბრალოდ მანქანები მართლა უზარმაზარია. გადასტრებები კიდე საიდ კვესტია. ოღონდ ბანძი საიდ კვესტი. თლად გიჩერის დონეს ვერ ქაჩავს. დღევანდელ ბოლიდებს თუ დააკვირდებით, სარბოლო მანქანის არაფერი სხიათ. უფრო 2021 წლიანი Mercedes GLA, რომელიც ჩვენმა გუნდმა ფოთამდე მცირედი დაზიანებით ეგარ არის აქ. 90-იანებში, როდესაც ვიათები გუგუნებდა და ცხოვრება გაცილებით მარტივი იყო, ჩვენთვის არ იყო, მაგრამ ვიღაცისთვის ხო იყო. მაშინ ფორმულა 1-ის ბოლიდები გაცილებით პატარები, მოქნილები და მკვირცხლები იყვნენ. პილოტები აიღებდნენ მოსახვევამდე მიზანში ძალიან პატარა გეპს და ისე ჩაეტეოდნენ, დღეს არავის რო არ დაესიზმრება. დღევანდელი სურათი კიდევ გაცილებით განიერია, გრძელიც, დამძიმეც. ეპოქაში, სადაც ყველა სწრაფ ვერტიკალურ კონტენტის სკროლაზე ვართ გადასულები, ძალიან რთულია ადამიანი დასვა და უთხრა, რომ აი ამ 78 წრეს უყურე, სადაც შეიძლება გადასწრებას არ იყოს. რეალურად რბოლის ხარისხის გაფუჭება დიდწილად მხოლოდ ბოლიდების ზომის ბრალია. წინა მანქანას იმდენად აქვს პოზიცია გარანტირებული, რომ ირჩევს თავისთვის კონკრეტულ კომფორტულ სიჩქარეს და დაკატაობს ისე, რომ კედელს არ შეეჯახოს. პოზიციის დაკარგვის ერთადერთი რისკი კიდევ პიტებში გაუმართავობა რჩება. მაგრამ სანამ ყველაფერს ერთიანად გადაულით, ჩვენ გულებშიც და მე ორგანიზატორებშიც ჩავიხედოთ. მონაკოს რბოლის ჩატარების რეალური მიზეზი დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფული. ოღონდ ამ მიზეზს ფორმულა 1 ტრადიციის დაცვად გვატენის. რობერტო ჩემო, რა ნაცნობი სიტუაცია. სადღაც მაქვს ნანახი. ახლა რომ გამოვიდენ და კიმის და ლუის ნუაძაგებთ, მომავალი ოჯახია და ოჯახი წმინდაო თუ გამიკვირდეს. ხალხი მიდის რბოლაზე, ხდება თავის ძვირიან სკამებზე 2 საათი უყურებს არაფერს და მერე უკან მოდის. დიდარი ხალხი და მათზე დაქვემდებარებული მდაბიოობა კიდევ თავიანთ იახტიდან და აივნებიდან უყურებენ ამ ყველაფერს. და დამეთანხმებით იახტაზე გაცილებით მეტი გასართობია, ვიდრე მზის გულზე დარჭობილ გრანდსტენდზე. ბილეთის ფასზე და იახტის პარკირებაზე საუბარს მე არ დავიწყებ. პირადში მომწერეთ. უბრალოდ ხანდახან ცირკიც ირევა და ეს ყველაფერი დაალაგებულ შოუზე მეტად სახალისოა. ყველა მოუთმენად ველოდებით, როდის გაგლიჩავს სამყარო და როდის ამოვარდება ლიანდაგებიდან მონაკო. ამ ყველაფრის იდეალური მაგალითია 1996 წლის რბოლა. რა ნამუსით უნდა ვილაპარაკო რბოლაზე, რომლის დროსაც -8 წლის ვიყავი, არ ვიცი, მაგრამ მე ხომ მაგარი ვარ. რბოლის დაწყებამდე 1 საათით ადრე მონაკოს ლაქშერულ ქუჩებს თქეშმა გადაუვარა. და ისედაც ვიწრო ქუჩები ყინულის სასტრიალო მოედნად იქცა. ხოლო თუ რომელიმე ფერარის ფანი დაიწუწუნებს იმაზე, რომ მის გუნდში საბურავებს ვერ არჩევენ, მაშინ დაგამშვიდებ და გეტყვით, რომ წვიმაში მაქსის მამამ იოსმა სლიკებით დასტარტა. იდეალური გადაწყვეტილება. პირველ სექტორს ვერ გასდა მოძალადე კაცი. კაი ხო, მარტო არ ყოფილა. შუმახერი პაულის აღების მერე პორტიემზე არ მისული აილეწა. 2 მინარდი კიდე ბორცვი ასვლამდე ჩაეხუტა ერთმანეთს. პირველივე წრეზე 5 მანქანა გაძვრა გრან-პრის. დეიმონ ჰილი ჩაუდგა სათავეში რბოლას და 30 წამიდან ლიდერობდა. უბრალოდ მონაკოში ერთი მონასტერი თუ აირია, მერე აყლიოზის დალაგება ფანტასტიკის სფეროდ იქცევა. ვილიამსის რავი მე-40 წრეზე გათავდა. ლიდერობა ჟანალიზმ გადაილოცა, რომლის დაკიდებამაც ორად გაყოფა გადაწყვიტა 20 წრის მერე. ვილნევის სენდვიჩიც გავიხსენოთ. კი არ გვევასება ეს კაცი, მაგრამ ხო უნდა ვახსენოთ. რბოლის ბოლოს ედი ირვაინის ფერარი დატრიალდა. გასწორების ცდილობის მერე მიკა სალომი ადგა უგნიდან, მერე ჰაკინენიც. ოლივერ პანისმა მე-14 ადგილიდან დაიწყო რბოლა და ლიჟიეთი თავისი პირველი და უკანასკნელი გამარჯვება მოიპოვა. მეორეზე კულთჰარდი გავიდა და პოდიუმის ბოლო ადგილზე და ლიტერალი ბოლო ადგილზე რბოლაში ჯონი ჰერბერტი გავიდა. ხო საშინელება 3 მანქანა რო ამთავრებს რბოლას, მაგრამ რა ვეხა, რომ მეყურებინა დარწმუნებული ვარო გავერთობოდი მაინც. დავიმახსოვროთ აქვე, რომ სველი რბოლა იყო ეს. აქვე წვიმიანი იყო 2008 წლის მონაკოც, სადაც ამჯერად 3-ზე მეტმა მანქანამ დაასრულა რბოლა, მაგრამ 6 DNF-ით საკმარისია ჩემი აზრით. ტიმო გლოკის დონატები, ლუისის გახეთქილი უკანა მარჯვენა საბურავი. უმეტესად მონაკოში თუ გეგმიურის გარდა იზულებით დაპიტე, ყველაფერი დამთავრებული გაქვს. ფერნანდო ალონსომ ნიკ ჰაითფელდი ჰერპინიდან თავისთან წაიყვანა. დიდი და პატარა რედბულები ერთმანეთს დაეჯახნენ. კიმი რაიკონენმა ის ვერ გააკეთა, რაც წლების მერე ჟოუმ შეძლო. როსბერგის საშინელი ავარია აუზის სექციაში და უსაფრთხოების მანქანა. საბოლოოდ ლუისის ამოღებული რბოლა. ექშენი, გართობა, მონაკო და წვიმა. ნახეთ ისევ ფიგურირებს წვიმა.
იქ იყო ერთი დამკვირვებელი, რომელსაც ძალიან უნდა წვიმა. ერთი ქალი იყო ძალიან კარგი, რომელსაც უნდა და წვიმა. იმის გამო რომ რბოლა თითქმის სულ ცუდია, ფია მაინც ცდილობს წესების მორგებას, რომ რბოლა მეტად სანახაობრივი გახდეს. უბრალოდ ყოველ ჯერზე მინიმუმ 3 ნაბიჯით უკან მოვდივართ. ეს სალობიე შარშან 2025-ში დაიწყეს, სავალდებულო 2 პიტსტოპით. ეს ყველაფერი კიდევ იმიტომ რომ დაეპრევენცირებინა დასაწყისში პიტები და მერე მთელი რბოლა ერთი რეზინით გორიალი. ამასთან ერთად პილოტს სამივე ფერის საბურავი უნდა კეთებოდა რბოლის განმავლობაში. ძალიან ოპტიმისტი ადამიანი თუ არ ხარ, ჩემი აზრით თავიდანვე უნდა მივხვდე რომ რაღაც დებილობა იქნებოდა. გუნდება სვარკის ბოლო ლეველი გახსეს და მთელი რბოლა მატარებლის შეუკრა გატარებას ვაყურებინეს. პირველი Racing Bulls იყო, ვინც მთელი პელეტონი გააჩერა, ისაკი წინ წავიდა, პიტის 20 წამი ამოიღო, შეიცვალა საბურავი და მერე ლიამს ადგილი გაუცვალა. იგივე და ასე დააფინიშეს ორივე უშაქრო ხარუკამ ქულებში. სუსტად იგივე ექნა ვილიამსმაც. წესი წესად დარჩა და იმის მერე იდეის დონეზეც აღარ გაჟღერებულა. საინტერესო რბოლა ჰქონდა ასევე 2022-ში. რატომ? იმიტომ რომ გადასტრებები იყო. არა, მოწვიმა და ფერარის სტრატეგია აერია. არ იყო ცუდი 2023, ბრატო, გადასტრებები იყო? არა, მოწვიმა და ასტონ მარტინის სტრატეგია აერია. იმას უკვე მივეჩვიეთ, რომ მონაკო კალენდარში მარად იქნება და მოგვიწევს ყურება. თურბოლაზე ძალიან იწყენ, შეგიძლიათ უქმეების ნაწილი გადაანაცვლოთ. პრაქტიკებს უყურეთ როგორც კვალის და კვალის როგორც რბოლას. აი ამ წლის მონაკოს საკვალიფიკაციო სესია კიდევ მართლა სასწაული იყო. უბრალოდ ცოტა წესები აქაც შეცვალეს. აქტიური აეროები მთლიან ტრეკზე გააუქმეს, ხოლო ელემენტის მუშაობის დიაპაზონი დააპატარავეს. აბა მართლა ვინმეს რო გადაასწროს და კარგი რბოლა მივიღოთ. სად მიდიხართ მერე? ბოლო 10 წრე რო არა მართლა საზიზღარი რბოლა გამოდიოდა. არა კიბიკი გამოვიდა და სასწაულები აკეთა. ლუისიც შესანიშნავი იყო. ისაკს მთელი რბოლა რო არ ეტირა, გაცილებით უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. მაგრამ ფურცელზე ერთი შეხედვით საინტერესო სამეული ყავდა. უბრალოდ შედეგები არა ტრასაზე, არამედ პიტლეინის ხაზზე და სტიუარდების ფურცლებზე გადაწყდა. რბოლის გადრამვა მაქსის სტარტზე ვერდაზრული მანქანით დავიწყეთ. მერე პიტების ტალღა და გაურკვეველი ჯარიმები საერთოდ ყველა 0.1 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ტუნელში კინაღა მალე წილის ტროლი. მაგრამ მერე მაინც ალეწილის ტროლი. ლენსი არაფერ შუაშია აქ, გზა მოიჩიჩქრა. ყველამ გადაიარა და ბოლოს მაინც ჩარლი შეეწირა ამ ყველაფერს. ყველაფერს დავაბრალებ ამ ბიჭს, მაგრამ ეს ავარია ამის ბრალი მართლა არ ყოფილა და მომგარით. გაწითლებული რბოლის მერე კიდე 10 წრე ვიარეთ. სტარტზე გასლიმ გაფუჭებულ ჰაჯარს გადაასწრო. სხვათაშორის პირს 2 გადასწრება ჰქონდა ამ რბოლაში სტარტზე და პოდიუმის. სამარადისო ჯარიმები რო არა იყო. რასელს მთლიანი რბოლა გაუფუჭეს, იმიტომ რომ მერსედეს დაავიწყდა, რომ მანქანა არ უნდა აეწია. სამაგეროდ ფერნანდო ალონსომ აიღო ქულა სპეშალ ლივერიანი ტრაქტორით. 2019 წლის ვილიამსის რეფერენსი GOAT კუბიცა. იმის გამო რომ ფორმულა 1 ჯერ კიდევ არ აქვს იმის იდეა თუ როგორ უნდა გაფიქსოს მონაკო, მე ახრისთვის ვარ. ახლავე დაგიყრით მოგვარების გზებს, თქვენები ჩამოყარეთ კომენტარებში და მე შეუგზავნოთ სადმე ძმაბიჯებმა. იქნებ რამე მოეწონოთ და გაისისთვის რამე იახტაც დაგვიპარკინგონ. მონაკოში კვალიფიკაციას ისტორიულად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ რა აზრის ხართ უფრო მეტი ინტრიგა რო დავთესოთ შაბათს ივენტზე. რა ხდის რბოლა საინტერესოს? დიახ, მოულოდნელი უსაფრთხოების მანქანები, რესტარტები და წითელი დროშები. მაგალითად ავიღოთ აკვარიუმი და ჩავყაროთ 0-8-მდე დანომრილი ბურთები. პოულის ავტორს ამოვაღებინოთ როგორც წრიურ ბოლებშია ისე და რევერსის მაგივრად დანომრილი ბურთების მიხედვით. შემდეგ დღეს იმდენი შემთხვევითი უსაფრთხოების მანქანა და წითელი დროშები მოულინოთ, რაც ბურთზე ეწერება. ამაზე თუ გაგეცინებათ, გაიხსენეთ, რომ წელს ფორმულა 1-მა გადასტრებების უგარეშო ტრეკზე ერთადერთი გადასტრებების საშუალება მოძრავი ბურთები დაბლოკა. კაი, ეს თუ არ მოგეწონათ, შემდეგი უეჭველი მოგეწონებათ. რა აზრის ხართ მეტეოროლოგიურ სინქრონიზაციასთან? სეზონის დასაწყისში გამოვთვალოთ, როდის იწვიმებს მონაკოში და ზუსტად იმ დღეს შავატაროთ რბოლა. არ არსებული წესით ხო ხელმძღვანელობთ, რომ აი სანამ არ აშრება ტრასა იქამდე არ ვიწყებთ. პირიქით რო ვქნათ. არა ბიჭებო, აუზიდან წყალი არ გადმოდის ჯერ და ვერ დავიწყებთ ასე. კაი, ჯანდაბას მესამე და სამართალი. ბავშვების გასართობ პარკში დენის მანქანების ატრაქციონი როა, ხო იცით? აი დიდი ანტენა რო აქვს თავზე და საჭეს ბოლომდე რო დაატრიალი ვულკანო მიდის. აი მაგეებით რო არა, კაი. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ყველა მშვენივრად ვიცით, რომ არაფერი არ მოხდება. ყოველწლიურად ფორმულა 1 ნახევრად მოგვარების გზებს წარმოგვიდგენს და მერე შუა რბოლაში მივხვდებით, რომ შარშანდელზე უარესია. რეალურად პრობლემა მანქანის და ტრეკის შეუსაბამო ზომაა. უსაფრთხოების გამო ბოლიდის ამსუბუქება და დაპატარავება კიდევ ძალიან გაჭირდება. არსებობს ხალხი, რომელიც ფორმულა 1 საერთოდ არ უყურებს და საერთოდ არ წუხს ამაზე. უბრალოდ დაინახავენ რაღაც ლაქშერულ მონაკოს ივენტს, შეხედავენ და კიმ კარდაშიანი უღებს ლუის ჰამილტონის პოდიუმზე ფოტოს. ისე იქ ფოტოსაც ჯანდაბაში წავიდა, როგორ მაინტერესებს, იცით? სტორიზე არ დაუდია. ალბათ დაასტიკერა და ინსტაგრამზე ჩაუგდებს ხოლმე. მან სტანდარტულად ახალი წლის ფეიერვერკის ვიდეოსავით აგვისტოში წაშლის. ტელეფონში ადგილი რო გაუთავდება. ხო, უკეთესი მაშხალის რეფერენსი იყო. აღიარეთ? მონაკო გვიყვარს, მონაკო გძულს. უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ თვალზე არასდროს მიგვიწერია სამეფოსთვის. ხო? ხომ მიგიწერიათ პრინც ალბერტ მეორესთვის ვინმეს. რამდენიც არ უნდა ლანძღოთ, ყველა ვიცით, რომ შემდეგ წელს მაინც დავსხდებით და უყურებთ. იქნება სვარკა, თუ იქნება დუღაბი. ლუის ჰამილტონმა აკოცა კიმ კარდაშიანს და მეს გაკოცებთ. ოღონდ შუბლზე. აბა ჰეთ, აბა ჰოთ.